მოგესალმებით ძვირფასო კოსმეტოლოგებო, როგორც მოგეხსენებათ, კომპანია Pharmastory არის იმ იშვიათ კომპანიათაგანი, რომელიც ქმნის ძალიან მაღალი ხარისხის სადისტრიბუციო სტანდარტს და აქვთ ჩვენ სწორედ იმისთვის, რომ დეტალურად გაგაცნოთ, სად და რა ვითარებაში ინახება პროდუქტი თქვენთან მოსვლამდე. გთხოვთ წამობრძანდეთ და ერთად დავათვალიეროთ ჩვენი საწყობი. ამჟამად ჩვენ ვიმყოფებით საწყობის შიდა ტერიტორიაზე, სადაც უზარმაზარი ინფრასტრუქტურიდან გამოყოფილია სპეციალური მაცივარი ოთახები, სადაც სპეციალურ ტემპერატურაზე ინახება პროდუქცია, კონკრეტულად აღნიშნული მაცივარი ოთახი ითვალისწინებს 2-დან 8 გრადუსამდე ტემპერატურას და შეგვიძლია ვნახოთ 5.1 გრადუსი არის ახლა შიგნით. ჩვენთან ერთად არის საწყობის ხელმძღვანელი დავით კირეულიშვილი, რომელიც შეგვიყვანს ახლა ამ მაცივარ ოთახში და დეტალურად დაგვათვალიერებინებს შეგნით რა ხდება დავით. დიახ, მოვძანდით დავათვალიეროთ ერთად. ეს არის 2-8 გრადუსის ოთახი, სადაც განთავსებული არის Pharmastory-ის ტვირთი. ამ ოთახში დამონტაჟებული არის ყველა კუთხეში ჩვენი ლოგერები აკონტროლებს ტემპერატურას, ტენიანობას, სინათლეს, ბევრ რამეს, კიდევ ამატებით. ამის დარღვევის შემდეგ შემოგდის ალარმები ბევრ პლატფორმაზე, ასევე მინიმუმ ზღვარს რო უახლოვდება, ამაზე შემოდის ალარმი გაფრთხილება და საკმარის დრო გვაქვს იმისთვის, რომ გამოსწორდეს ეს პრობლემა და დაუბრუნდეს თავის პიროვან სახეს. ლოგერი გადის ვალიდაციას, კალიბრაციას, რომელიც დატანილი აქვს თან. ეხლა თქვენ რასაც ხედავთ, თეთრ ყუთებს განთავსებული არის ნაბოტა და ფორტოქსი. ძირითადი ჩვენი მაცივორის ნაწილი უკავია Pharmastory-ის პროდუქტს. შეგიძლიათ თქვენც დაათვალიეროთ რაოდენობა რამდენი არის. გვაქვს ასევე ვალიდირებული ყუთები, რომელიც ყოველწლიურად გადის ვალიდაციას და კალიბრაციას. ამის ხდება Pharmastory-ის მედიკამენტის პროდუქტის ტრანსპორტირება. აქ თავსდება პროდუქტი და ლოგერი, სატრანსპორტო ლოგერი, რომელიც ანალოგიურად აკონტროლებს ტემპერატურას და ტენიანობას. აქ ხედავთ საწყობის არასამაცივრო ტერიტორიას, მაგრამ შეგიძლიათ განსაზღვროთ თუ რა მასშტაბზეა საუბარი, რა რაოდენობის პროდუქცია ინახება აქ და რამდენად სერიოზულ კომპანიასთან გვაქვს საქმე. პრეპარატების საქართველოში ჩამოსვლის და გამბაჟების შემდგომ აღნიშნული ავტომობილებით ხდება ტოქსინის ტრანსპორტირება საწყობამდე. ამ ავტომობილში არის სპეციალური ყუთები, სადაც განთავსებულია ლოგერები, ანუ საზომები, ეს არის ტემპერატურის საზომები, რომლებიც აღწერენ მთელი ცივი ჯაჭვის მანძილზე რა ტემპერატურა იყო პრეპარატთან. მოგეხსენებათ, რომ სტანდარტი ითვალისწინებს, რომ ტემპერატურა უნდა იყოს 2-დან 8 გრადუსამდე. ჩვენ უნდა ვიყოთ ამაში დარწმუნებული, რომ ტემპერატურა იყო შესაბამისი და ამ ლოგერებზე ასახული ინფორმაციით ჩვენ ვწმუნდებით, რომ ტემპერატურა მთელი ცივი ჯაჭვის განმავლობაში იყოს სრულყოფილად დაცული. აი ამ ავტომობილებით ხდება ტრანსპორტირება და ამ ლოგერების საშუალებით ჩვენ ვწმუნდებით, რომ სტანდარტი არის მაქსიმალურად დაცული.